როდის უწყდება ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის 51-რაციან ჯგუფს უფლებამოსილება. სასჯელახსრულების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა პრეს-რელიზმა გაუდევრობა გამოიწვია. ჯგუფის სასჯელახსრულების მინისტრად გიორგი ტუღუშის ყოფნის დრო შეიქმნა. სწორედ მაშინ ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯგუფის წევრებს ციხეებში შესვლისვა და 31 იანვრამდე განესაზღვრათ. ახალი მინისტრის სოზარ სუბარის პირობებში კი სამინისტრო 1 იანვარს ასახელებს. მოქმედი მინისტრის მოადრილე განმარტავს, რომ ტუღუშის ოფიციალურ ბრძანებაში მითითებულია სწორედ 1 იანვარი. მისივე მინისტრობის დროს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში კი 31 იანვარი, ანუ ზუსტად 1 თვით. ბრძანების შესაბამისად ჯგუფს უფლებამოსილება 1 იანვარს უნდა შეუწყდეს. საერთოდ ჟურნალისტების საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე და აუცილებელი არის იყოს უფლება დამცველი და არა ადვოკატი, ანუ არა მარტო ჟურნალისტებთან მიმართებაში არის ესეთი მიდგომა. ნოქსის შემთხვევაში ჟურნალისტები, ჟურნალისტი რომელიც იყო მონიტორინგის ჯგუფის წევრი, ხო? ისევდა რაღაცა უკმაყოფილება სხვა ჟურნალისტებისა, იმიტომ რომ ჟურნალისტები შედიოდნენ აკეთებდნენ რაღაცა რეპორტაჟებს, სტატიებს, უშუალოდ ესაუბრებოდნენ ადამიანებს, რომლებიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდნენ და კიდევ ვარგიდა სხვა ჟურნალისტის ექსპერიმენტები იყო ეს ინფორმაცია, ანუ არათანაბარ პირობებში იყვნენ რეალურად ჟურნალისტები ჩაყენებული. ჟურნალისტ თუნდაც ციხიდან ინფორმაციის გამოტანა, მე ისედაც შემიძლია რა ადვოკატს გავატანო დაწერილი კითხვები კონკრეტულ პატიმართან ამსჯავრდებულთან და მივიღო ეს ინფორმაცია. მაგრამ აქვე შემიძლია თქვა, რომ არსებული პრაქტიკა ეს ორთვიანი მონიტორინგი რასაც აჩვენებს, გაცილებით ეფექტური იყო ჟურნალისტების მუშაობა კონკრეტული შედეგების მიხედვით, ვიდრე სხვა ორგანიზაციების, რომლებიც არც კი დაბრძანდებოდნენ ციხეში პატიმრების ზარების მიუხედავად.